ხო, როგორ იშლება. გავაცალკეო თულისგან. სოკო ძალიან მაგარია. ხორცი არის წარმოუდგენლად რბილი და ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელია. იცი ბზები როგორ გვაკვირე. რა თავი ჩემ დაყარს დაამტყიდა. მოგესალმებით მეგობრებო ჩვენს ახალ ვიდეოში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ დადებითი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, ჩვენი არხის გამოწერისთვის. ეს ჩვენთვის ნამდვილი мотиваციაა. დღეს ჩვენ მოვამზადებთ საქონლის ხორცს სოკოსთან ერთად, ღვინის და არაჟნის соусით. ახლა კი წავიდეთ და შევიძინოთ პროდუქტები. ხოლო სანამ პროდუქტების შესაძენად წავალთ, მინდა მანამდე გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ და დააკომენტაროთ ვიდეო. ეხლა ამოვედით კარფურში. უნდა ვიყიდოთ ინგრედიენტები. ანტრეკოტის ნაჭერი გვინდა, საქონლის ხორცი. დავბრუნდით კარფურიდან, შევიძინეთ პროდუქტები, სოკო რა თქმა უნდა ახალი, წვანილი, არაჟანი, სუნელი, ხახვი, წიწაკა, ნიორი, ხორცი რა თქმა უნდა ძვლიანი, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ამისი ნახარში აუცილებლად ამ კერძის მოსამზადებლად და ძვლიანს ნახარში ბევრად უფრო სასარგებლო და გემოვნური თვისებებით, ანუ უფრო გემრიელი აქვს. ამ საჭმლის მოსამზადებლად ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ღვინო. ღვინო უნდა იყოს აუცილებლად წითელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი არის სახლის ოჯახური კახეთიდან ჩამოტანილი ნატურალური საფერავის ღვინო. ამ ყველაფერში ჯამში გადავიხადეთ დაახლოებით 70 ლარი, რა თქმა უნდა ღვინის გამოკლებით, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ღვინო არის ოჯახის. პირველ რიგში ვიწყებთ ხორცის მოხარშვას, რადგან გვჭირდება ბულიონი და ამისათვის აუცილებელია რომ დავიწყოთ ხორცის მოხარშვით. შემდეგ ვიწყებთ სოკოს დარჩევას. რა თქმა უნდა, სოკო უნდა დაირჩეს და არ უნდა გაირეცხოს. სოკო იმიტომ არ უნდა გავრეცხოთ, რომ შევინარჩუნოთ ციფრეშე და თავისი გემოები, რაც უნდა გქონდეს აუცილებლად. როგორც კი დაიფარება ხორცი წყლით, საკმარისია შეგვიძლია დავდგათ გაზზე. სოკოს ვარჩევთ ასე, ძირს ვატეხავთ. ოღონდ რა თქმა უნდა ნაგავი არ არის. რა თქმა უნდა თუ დაზიანებული არ არის, ძირი ვიყენებთ ჩვეულებრივად საჭმელში და შემდეგ ასე ვარჩევთ სოკოს. აი ასე გამოიყურება გარჩევა. როგორც ყველა მეცით, ხორცის მოხარშვის პროცესში, ან დუღილის პროცესში აუცილებელია ქაფის მორიდება. ხო და სანამ ვაჟიკო მოხარშვის პროცესში ქაფს არიდებს ხორცს, მანამდე მე მინდა გთხოვოთ არხის გამოწერა მეგობრებო და ზარის ხილაკის გააქტიურება, რადგან არ გამოგჩეთ ჩვენი სიახლეები და გთხოვოთ ასევე დალაიქება და დაკომენტარება და დაწერა თქვენი აზრს და შეხედულება. ამ საჭმელისთვის საჭირო არ არის სოკოს ძალიან წვრილად დაჭრა. ჭრით დაახლოებით 4 ნაწილად თითო ერთეულს.
ბულიონი უკვე შესაბამის კონდიციაშია, შეგვიძლია გავთიშოთ და დაველოდოთ გაციებას, ამასობაში კი ვიწყებთ ხორცის შეწვას. ვიწყებთ ხორცის ჩალაგებას შესაწვავად. ვაყრით პირპილს და მარილს, რა თქმა უნდა, გემოვნებით. ურა სუნი წამოიღო. კარგია ოჯა. უკვე კარგად გამოიყურება და მომზადებული ძალიან მაგარი. გაწმებული ვარ მეც კარგი გამო. ვიწყებთ ბულიონში არაჟანის შეზავებას. დაახლოებით 1 კილო საქონლის ხორცის მომზადებისას საჭიროა 350-450 გრამი არაჟანი ბულიონისთვის. შემდეგ უნდა ვურიოთ იმდენ ხანს, სანამ კარგად არ გაიხსნა. ეს არის უკვე ჩვენი ბულიონის საბოლოო კონდიცია, როდესაც იგი ამ მდგომარეობამდე მივა, ესე იგი უკვე მზად არის. ხორცი მზად არის და უკვე უნდა ამოვიღოთ. ახლა კი ვიწყებთ სოკოს და ბოსტნეულის მოთშვას. სოკო უნდა მოვთუშოთ, რა თქმა უნდა, იმ ტაფაში, რომელშიც შევწვით ხორცი. ამ ჭიქით კიდე ჩვენ გამომწერებს გავუმართვით. ლაიკ. დროა უკვე ღვინო დავამატოთ სოკოს. ვიწყებთ ხორცის ჩალაგებას. ხორცი ჩალაგებულია, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დავამატებთ ბულიონს, ბოლოს კი, როდესაც მზად იქნება, რა თქმა უნდა, მოვაყრით მწვანილს. ასე გამოიყურება ჩვენი დასრულებული ლამაზმანი. ახლა კი დროა დავაგემოვნოთ ჩვენი ნახელავი. ვიზუალურად ძალიან გემრიელად გამოიყურება. ხო, როგორ იშლება. გავაცალკეოთ ძვლისგან. ძალიან გემრიელია. სოკო ძალიან მაგარია. ხორცი არის წარმოუდგენლად რბილი. და ძალიან გემრიელი. ძალიან გემრიელია. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა რომ გიყურეთ. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. კაია, ჩაგეწერა შეჭება.
გამო მილოცე, შელოცილი უკვე ვარ.